ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ ორ შემთხვევას, როდესაც ხდება კოპირების კონსტრუქტორის გამოყენება. პირველი ის შემთხვევაა, როდესაც ერთი ობიექტის ინიციალიზებას ვახდენთ მეორე უკვე შექმნილი ობიექტის საშუალებით. და მეორე შემთხვევა, როდესაც რაიმე ფუნქციას ან მეთოდს გადავცემთ ჩვენს მიერ შექმნილ ობიექტს. ამ ორივე შემთხვევაში ერთი ობიექტის მნიშვნელობების მინიჭება ხდება მეორე ობიექტისთვის და კოპირების კონსტრუქტორის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ სწორედ ეს პროცესი გავაკონტროლოთ. მოდი დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს მიერ დაწერილ კოდს და აქ ძირითად პროგრამაში ზედმეტი რაც არის გავასუფთავოთ. ეს getObject ფუნქციას წავშალოთ და დავტოვოთ ეს ჩვენი პროგრამა ესეთი სახით. ახლა უბრალოდ დავწეროთ ესეთი რამ. განვიხილოთ ჯერ პირველი შემთხვევა. შევქმნათ რაიმე sample p1 და მას მივანიჭოთ p. და მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს კოდი და ვნახოთ რა მოხდება. და ასევე გამოვიძახოთ p1-ისთვის print data. და როგორც ხედავთ, დაიბეჭდა constructing, რადგან შეიქმნა ეს p. შემდეგ p1-ის ინიციალიზება მოხდა p საშუალებით, შემდეგ დაიბეჭდა ეს მონაცემები 3, 4 და შემდეგ ორჯერ დაიბეჭდა destructing. ერთი დესტრუქტორი ეს ამუშავდა p-თვის და ერთი დესტრუქტორი ეს ამუშავდა უკვე p1-ისთვის. მოდი ახლა დავწეროთ ჩვენ კოპირების კონსტრუქტორი. ამ ჩვენს კლასში. კოპირების კონსტრუქტორი იწერება ესეთ სახით. ჩვეულებრივად წერთ კონსტრუქტორისთვის ამ კლასის სახელს. და აქ პარამეტრში უწერთ ესეთ რაღაცას const კლასის სახელი, ეს ამპერსანტი და რაიმე მნიშვნელობა, მაგალითად რაიმე სახელი, obj. ანუ ამ შემთხვევაში ეს obj წარმოადგენს იმ ობიექტს, რომლის საშუალებითაც ვახდენთ ამ კონკრეტული ობიექტის ინიციალიზებას. და აქ უბრალოდ მნიშვნელობები არ მივანიჭოთ არაფერი და დავბეჭდოთ მხოლოდ ესეთი რამ. copy constructor. დავაკომპილიროთ ახლა და ვნახოთ როგორ იმუშავებს. როგორც ხედავთ, მართლაც ამუშავდა ეს ჩვენი პროგრამა. ესე იგი დაიბეჭდა constructing, რადგან იმუშავა კონსტრუქტორმა, შემდეგ ამუშავდა ეს copy კონსტრუქტორი, რადგან p1-ის ინიციალიზება მოახდინეთ p საშუალებით. და შემდეგ დაიბეჭდა ეს რაღაც მნიშვნელობები, ვინაიდან ჩვენ აქ კოპირების კონსტრუქტორში ამ i1-ისთვის და i2-ისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ამიტომ აღმოჩნდა მათში რაღაც ეს გაურკვეველი მნიშვნელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიტანია ჩვენს პროგრამაში. და ამის შემდეგ ჩვეულებრივად დაიბეჭდა ორჯერ destructing. ახლა გადავაკეთოთ ეს ჩვენი პროგრამა და ამ i1-ს მივანიჭოთ მხოლოდ ეს მნიშვნელობა. და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში უკვე დაიბეჭდა 3-იანი, რადგან აქ ამუშავდა კოპირების კონსტრუქტორი და ჩვენ აქ მივუთითეთ, რომ i1-ს გვინდა მივანიჭოთ ეს მნიშვნელობა, რაც მოვიდა იმ ობიექტიდან. ანუ 3 ამ შემთხვევაში. ხოლო რადგან ამ i2-ის ფლადის მნიშვნელობა ჩვენ გავტოვეთ, რაც იყო, არაფერი არ მივანიჭეთ, ამიტომ აღმოჩნდა რაღაც ესეთი რიცხვი. და შემდეგ ჩვეულებრივად ამუშავდა ორჯერ დესტრუქტორი, ჯერ p-ისთვის და შემდეგ უკვე p1-ისთვის. მოდი ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ხდება ამ კოპირების კონსტრუქტორის გამოძახება. დავწეროთ ესეთი ფუნქცია void useObject, სადაც გადავცემთ ამ კლასის ობიექტს. და აქ უბრალოდ გამოვიძახებთ print data-ს. ეს გავასუფთავოთ, აღარ გვჭირდება და აქ უბრალოდ გამოვიძახოთ useObject. და აქ გადავცეთ p. დავაკომპილიროთ და ვნახოთ ახლა რა მოხდება. და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში იგივე შედეგი მოგვცა ამ ყველაფერმა. ანუ განვიხილოთ ახლა თავიდან შეიქმნა ეს ობიექტი. შემდეგ როდესაც გამოვიძახეთ ეს useObject-ი, მოხდა ამ კოპირების კონსტრუქტორის გამოძახება, რადგან ეს მნიშვნელობები გადატანილი იყო აქ ამ ფლატში p-ში. შემდეგ ამ useObject ფუნქციის შიგნიდან გამოვიძახეთ print data მეთოდი, რამაც დაგვიბეჭდა ეს 3 და რაღაც რიცხვით მნიშვნელობა.
და შემდეგ, რადგან მოხდა PS განადგურება, აი ამ ცვლადის, ამ ობიექტის დაიბეჭდა destructing, რადგან ამუშავდა destructor-ი და შემდეგ უკვე ამუშავდა აი ამ PS destructor-ი, რომელიც არის ჩვენს main ფუნქციაში. ასე რომ, როგორც ხედავთ, ეს კოპირების კონსტრუქტორი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ აი ეს მნიშვნელობის მინიჭების პროცესი, როდესაც გვაქვს საქმე აი ამ ორ შემთხვევასთან.